NASA Marsზე სიცოცხლის შესაძლო კვალი აღმოაჩინა. ესაა გასულ წელს ეზეროს კრატერში მოპოვებული ნიმუში, რომელიც პოტენციურ ბიოლოგიურ კვალს შეიცავს, ანუ შესაძლოა ცოცხალი ორგანიზმების მიერ იყოს წარმოქმნილი. ნიმუში მარსმავალმა პერსევერანსმა უკვე დამშრალი მდინარის კალაპოტის შესწავლისას დააფიქსირა. მან დანალექში თიხები და ლამი შენიშნა, რომლებიც მიკრობული სიცოცხლის ნიშნების შემოსანახად იდეალურია. ისინი მდიდარია ორგანული ნახშირბადით, გოგირდით, ჟანგითა და ფოსფორითაც. ქვაში ფერად ლაქებსაც მიაგნეს. ისინი მიკრობული სიცოცხლის მიერ შეიძლება იყოს დატოვებული, თუ კი ის ენერგიის მისაღებად ორგანულ ნახშირბადს, გოგირდსა და ფოსფორს იყენებდა. რაც მთავარია ნიმუში მინერალებს, ვივიანისა და გრეიგიც მიაკვლიეს. მათი კომბინაცია პოტენციურ ბიოინდიკატორად მიიჩნევა. ის შესაძლოა დანალექსა და ორგანულ მატერიას შორის ელექტრონების გადამტანი რეაქციების შედეგად წარმოქმნილიყო. ესაა მექანიზმი, რომელსაც მიკროორგანიზმები ენერგიის მისაღებად და გასაზრდელად იყენებენ. ამ მინერალების ფორმირება აბიოტურადაც შეიძლება. ამისთვის მაღალი ტემპერატურა, მჟავიანი გარემო და ორგანულ ნაერთებთან მიბმა აუცილებელი, მაგრამ ასეთი ალტერნატიული ახსნისთვის საჭირო მტკიცებულებებს ვერ მიაგნეს. აღსანიშნავია, რომ ეს ქვა საკმაოდ ადრინდელია, ანუ შესაძლოა მარსზე სიცოცხლე იმაზე დიდ ხანს ან ახლო წარსულში არსებობდა, ვიდრე გვეგონა.